მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და მათ მიერ ქორწინების ფაქტის რეგისტრაციის შემდგომ შეძენილი ქონება მათ საერთო საკუთრებას, ანუ თანასაკუთრებას წარმოადგენს, კანონმდებლობა ადგენს გამონაკლისებს, რა შემთხვევაშიც ქონება არ ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად და ასეთ საგამონაკლისო შემთხვევას წარმოადგენს ჩუქების შემთხვევა და ასევე მემკვიდრეობით მიღებული ქონება. რა შემთხვევაშიც კაფიოდ ინდივიდუალიზებულია იმ კონკრეტული მეუღლის ვინაობა, რომელიც ცალკეული ქონების მიმღებია, შესაბამისად ასეთი ქონება ვერ ჩაითვლება მიუხედავად ქორწინების ფაქტის არსებობისა მეუღლეთა თანასაკუთრებად, ის დარჩება იმ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად, რომელიც არის ამ ქონების მიმღები, შესაბამისი პირის სურვილიდან გამომდინარე. ქორწინების პერიოდში აღებული საბანკო ვალდებულებები ზოგ შემთხვევაში ორივე მეუღლის პასუხისმგებლობად განიხილება და ქორწინების დასრულების შემდეგ ხშირად ხდება ქონებრივი დავის ნაწილი. როდესაც ჩვეულებრივ სამომხმარებლო სესხზე გვაქვს საუბარი, ასეთ შემთხვევაში თუ კი ეს საბანკო ვალდებულება აღებული არის რომელიმე კონკრეტული მეუღლის მხრიდან ქორწინების რეგისტრაციამდე, ეს ჩვეულებრივად, რა თქმა უნდა, ითვლება მის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად, ვალდებულებად, მაგრამ თუ კი ამ ვალდებულების აღება ქორწინების ფაქტის რეგისტრაციის შემდგომ ხდება, შესაძლებელია იმის მტკიცება, თუ დადგა ასეთი შემთხვევა და ასეთი საჭიროება, რომ ეს საბანკო ვალდებულება, ეს ფულადი თანხის მოცულობა გამოყენებული იქნა საერთო მეურვეობის მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პირის სახელზე აღრიცხული საბანკო დაწესებულებაში და შესაბამისად ამ ვალდებულების განაწილება გაყოფა თანაბარწმულად მოხდება მეუღლეთა შორის. თუმცა ეს აუცილებლად მტკიცების ტვირთი არის, რომ მიზნობრიობა როგორი იყო ამ კონკრეტული ვალდებულების. ქონებრივი დავის ან განქორწინების წამოწყებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ვადები.